მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან უღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილეთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობთ, მე ვარ კატო. და დღევანდელი გასვლა რაღაც ესე მომინდა, რომ გავაკეთოთ რა სიახლეები შემოვა ურთიერთობაში, ხო? ნახეთ, არის ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან ურთიერთობაში და აინტერესებთ რა ცვლილებები ექნებათ, ხო, რაღაც უახლოეს პერიოდში რამე ცვლილებას თუ ახდენს, იმიტომ რომ თქვა ერთ ადგილას არის სიტუაცია გაჩერებული, არის შემთხვევა, როდესაც ადამიანები არ არიან და საერთოდ შემოვა თუ არა ვინმე მათ ცხოვრებაში და რამე ახალი სიახლე იქნება თუ არა, ყოველ შემთხვევაში რა შემოდის თქვენს პირად ცხოვრებაში, ხო? ანუ პირადი ურთიერთობების კუთხით, ესე რომ ვთქვათ. მოდით გავაკეთოთ ოღონდ გასვლა ვარიანტებად, რომ იყოს ყველასთვის რაღაც ესეთი საინტერესოდ და გავაკეთოთ სამი ვარიანტი. რა შემოდის თქვენს პირად ცხოვრებაში? პირველი ვარიანტი, გაიჩანს, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი, იმის რომ უკეთესად გამოჩნდეს, ცოტა შავზე შავი ფონი არ ჩანს. ესე გავაკეთოთ. ერთი იყოს ესეთი პირველი ვარიანტი, ესეთი ბუ, მე მგონი ჩანს პირველი ვარიანტი. მეორე იყოს ესეთი, თქვენი საყვარელი ყვავილი. და მესამე ვარიანტი, მოდით იყოს ესეთი სპილო. დიდი კია, მაგრამ არა უშავს. მოკლედ, ბუ, ყვავილი და სპილო. პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი და ვნახოთ, რა სიახლეები, რა სიტუაციები შემოვა თქვენს პირად ცხოვრებაში. მოგეთ, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნოა, როდესაც რაღაცა შრომას ვსდებ და ამ დროს მოდის თქვენგან ლაიქი არის თუ კომენტარი არის, რომ რეზონირდა რაღაც სიტუაციები სწორად წავიკითხე, რაღაცაში გეხმარებათ, ეს ძალიან სასიამოვნო არის, რა თქმა უნდა, როგორც YouTube არხზე, ისევე თუნდაც პირადში, როდესაც წერენ ხოლმე, ხო? ესე რომ ყველას თითოეულ თქვენთაგან უღრმესი მადლობა და კიდევ მინდა ესეთი ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს გადავუხადო, ვინც მინდობა, ვინც მოდის ჩემთან პირად გასვლაზე, პირად დიაგნოსტიკაზე და მე როდესაც სამეგობრო წრე არის თუ საახლობლო არის, მიწევენ ხოლმე რეკომენდაციას, ძალიან სიამოვნებს ეს, რა თქმა უნდა, და მიხარია, რომ ესე იგი თითოეულ ადამიანის მოლოდინი, რომელიც ჰქონდათ გაშლასთან მიმართებაში ჩემთან დიაგნოსტიკა კონსულტაციასთან დაკავშირებით, ასე თუ ისე გამართლებული იყო და მათთვის საჭირო საინფორმაციო, ინფორმაცია მიიღეს, რომელიც მე თქვათ დავამუშავეთ ერთად და თქვათ რაღაცა სწორი გადაწყვეტილებები მიიღეს, ხო? ხშირად არის ხოლმე მეკითხებიან, რომ დიაგნოსტიკას როგორ ვაკეთებ? დიაგნოსტიკა კეთდება ჩვეულებრივად, გირეკავთ WhatsApp-ში ან Viber-ში, რომელი ნომერიც მაქვს მითითებული, მასზე მწერთ, ვთანხმდებით დროზე, საათზე, დღეზე და შემდეგ უკვე დათქმულ დროს გიკავშირდებით ვიდეო კოლით, დიაგნოსტიკა ხდება ვიდეო კოლით და სულ აინტერესებთ ხოლმე, რამდენი ხანი გრძელდება, 15 წუთი, 20 წუთი, არ შემოკარდება 1 საათი და ზემოთ, იმიტომ რომ 1 საათი არის მინიმუმი იმისთვის, რომ ადამიანის ენერგიაც შეისწავლო, გაიგო და ჩაეძიო რაღაცა მდგომარეობებს, ხო? აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად მინდა ხოლმე, რომ ყველა იყოს აღარ დარჩეს ადამიანს რაღაცა ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი, ამიტომ 1 საათს მინიმუმ ყოველთვის ვდებ თითოეულ გაშლაში და თუ ახლა საჭიროება ითხოვს და რაღაცა ინფორმაციულად იმდენად ბევრი
რამ ხდება, რა თქმა უნდა, დროს არავის არ უთვლი, დროს არავის არ მიუხედავ იმისა, რომ ძალიან ძვირფასია თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში, ესე არ ვარ ხოლმე, რომ თქვენი დრო ამოიწურა და აბა კარგად ზანდებოდეთ, 1 საათის გაქვთ გადახდილი, ხო? აი ესე რომ ეს მომენტი არის. კიდევ წაგართოთ რამოდენიმე წუთს და გეტყვით, აი მაგალითად რიტუალებთან დაკავშირებით არის ხოლმე ესეთი შემთხვევა, რომ აინტერესებთ, ხო? კი, მეგობრებო, მე ვაკეთებ წმენდის რიტუალებს, ფინანსების მოზიდვის რიტუალებს, პირადი ურთიერთობების დაალაგებისთან მიმართებაში, ასევე ვაკეთებ აქსესუარებს, რომელიც თქვენთვის დამცავი არის, ვიღაცისთვის ფინანსების მოსაზიდი არის, სამშვენისი, რომელიც შეგიძლიათ თქვა თუ არ გინდათ რომ მაინდამაინც ხელზე ატაროთ ან ყელზე ატაროთ, ხო, თქვენ ანუ შეგიძლიათ სახში დაადგათ როგორც სამშვენისი და ეს იყოს თქვენი დამცავის და ფინანსური რესურსებისთვისაც, ხო, მსგავსი დამუხტებიც ხდება. და კიდევ ერთი რამ მინდათ იცოდეთ ყველამ თითოეულმა თქვენთაგან მეკითხებიან ხოლმე რომ აი წმენდა როგორ ხდება რაღაც რა სიტუაცია არის რა არის საჭირო რომ გამოგიგზავნოთ და ასე შემდეგ. ჩემო კარგებო, პირველ რიგში გეტყვით იმას რომ კი რა თქმა უნდა მე ვიწყებ მუშაობას, ამისთვის მჭირდება რაღაცა პერიოდი, მე მჭირდება თქვენი მონაცემები, მაგრამ ერთი რამ იცოდეთ და გაითვალისწინეთ რომ მე ყოველთვის ბოლოს, როდესაც რიტუალებს ვამთავრებ და როდესაც ადამიანის წმენდის რიტუალებს საბოლოო, ესე ვთქვათ, ბეჭედს ვუსვავ, თქვენ აუცილებლად ესწრებით რიტუალს. არ არსებობს, რომ ვინმე არ დავასწრო რიტუალს ესე რაღაცა თუ თვითონ ვთქვათ არა აქვს იმის მომენტი, რომ აი არ მინდა იყოს გენდობით და გთხოვთ ისე ჩაატარეთ, ან ვერ დაგესწრებით და რაღაცა ისე ქენით, ხო, ისე გააკეთეთ ეს ყველაფერი. ყოველთვის მე ვცდილობ კი არა და მოთხოვნა მაქვს ესეთი, რომ აუცილებლად უნდა დაესწროთ იმ რიტუალს, რომელსაც უყვეთავთ, ხო, რაშიც თქვენი ხდით. თქვენს ძვირფას დროის დახარჯვით მიღებულ მატერიალს, ხო, აი ესეთი მომენტი. მოკლედ, ბოდიშით რომ წაგართვით ამდენი დრო, იმედია ჩაიფიქრეთ, რა სიახლეები შემოდის თქვენს პირად ურთიერთობაში. მე გადავდგავ ჩვენს პილოს, მესამე ვარიანტს, გადავდგავ ესეთ ლამაზ ყვავილს, მეორე ვარიანტს და დავიწყოთ პირველი ვარიანტით, ვინც აირჩია ესეთი ლამაზი ბუ, სანთელი ბუ არის სხვათა შორის ეს და ძალიან მომწონს. მოდით ახლა ვნახოთ ჯერ პირველ რიგში რა ხდება თქვენს ენერგიებში. თქვენთან ნახეთ, თქვენთან არის რაღაცა ახალი ურთიერთობის მდგომარეობა, ახალი სიტუაციები, ახალი ენერგიები, აქ არის ემოციური მდგომარეობა, როდესაც უბრალოდ ადამიანები არის გაცნობის მდგომარეობაში, ხო, აი გაცნობა-შეცნობის მდგომარეობაში, მოგვეწონა ერთმანეთი რაღაცნაირად ერთმანეთთან მოვახერხეთ, რომ კავშირი აგვეწყო, ხო, რაღაცა საერთო თემები, საერთო საკითხები აღმოვაჩინეთ და დავიწყეთ ურთიერთობა, ხო, აი რაღაცა აშკარად პირველი ვარიანტი ჩაიფიქრა ახალი ურთიერთობის მქონე ადამიანებმა. კარგით. ვნახოთ აბა რა შემოვა თქვენს ურთიერთობაში. სიახლეები. რა შემოვა თქვენს ურთიერთობაში სიახლეები. სხვათა შორის იცით როგორი მომენტი არის აქ თუ თქვენ ხართ ცოტა ისეთი რო იტყვიან ხასიათის ადამიანები რაღაცა მიზნად რომ დაისახოთ ის სასწრაფოდ უნდა მიიღოთ აი ცოტა მოუთმენელი ადამიანები რო არიან ხო იმიტომ რომ აქ როგორი მომენტია აი გეჩქარებათ აი თუ თქვენთვის რაღაცა ინფორმაცია ბოლომდე არ არის მოძიებული რაღაცასთან მიმართებაში აი სულ ეკლებზე ხართ რომ აი ბოლომდე გაერკვეთ ბოლომდე ჩაეძიეთ აი მალევე შეისწავლოთ სიტუაცია მალევე მიიღოთ ყველა ის ინფორმაციული რესურსი, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია. რაღაცა ეს მომენტი არის. რა შემოდის თქვენთან სახე თუ თქვენ არ გექნებათ ეს განცდა, თქვენთან შემოდის რაღაცა ახალი ესეთი ვიტყოდი ქარცეცხლიანი ურთიერთობა. რაღაცა დაბალანსებაც იქნება, მაგრამ შიგადაშიგა როგორი ქარცეცხლი იქნება, იცით რომ რადიკალურად სხვა
აი ალბათ ესე ვიტყვი, რომ შეიძლება ცოტა ეგოიზმის მომენტიც თუ გაქვთ, ხო, აი რაღაც და ეს ეგოიზმის მომენტი ნახეთ, აი თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ხო, რაღაცა ურთიერთობიდან გამომდინარე, რომელმაც მიგიყვანათ მაგამდე, რომ ანუ აწის სულ ჩემს თავზე ვიფიქრებ, ხო? აი ამასაც დაგათმობინებთ აი ამ ეგოიზმს და მოგცემთ როგორ ენერგიებს იცით ეს ახალი სიტუაციები, როდესაც ვკარგავთ თავს და მივდივართ რაღაც სიამოვნების ენერგიებში, ხო, რაღაცა ახალ წამოწყებისკენ, ახალი ეტაპებისკენ. აქ შესაძლებელია ესე ვიტყვი, რომ პირველ ვარიანტთან თქვენს ურთიერთობასთან მიმართებაში შეიძლება მოხდეს ის, რომ გქონდეთ ცოტა ესეთი შორი ახლო გზა ან გასეირნება სადღაც ქალაქგარეთ, ცოტა ესეთი კიდევ უფრო მეტი გაცნობისთვის, ხო? რა შემოდის თქვენს ცხოვრებაში და გაანალიზების მდგომარეობა, რომელიც უკვე გაიარეთ, სიმარტოვის მდგომარეობა, რომელიც თითქოს კი ახალი ურთიერთობაა, მაგრამ თითქოს არ გინდათ ბოლომდე მოუშვათ ეს ადამიანი, ხო? და რაღაცა სიტუაციებს აყენებთ ისეთ, რომ არ გასცეთ თქვენი, არ დაანახოთ თქვენი მისდამი სურვილები ან მისდამი ემოციები, ხო? აქ ეს უკვე დასრულებული იქნება. ახალ ეტაპზე გადადიხართ ურთიერთობის ძით. აი აქამდე ხო გითხარით, რომ აი ეს ახალი ურთიერთობა ერთმანეთის შეცნობა გაცნობა, აი თქვენ უკვე გადახვალთ რაღაცა ახალ ურთიერთობაზე, ახალ მდგომარეობაზე, სადაც აქ გექნებათ გასვლა სიტუაციურად, ესე ვიტყოდი, არსებული ადგილიდან. ხა ვიღაცები შეიძლება შორს არიან, თქვათ ტერიტორიულად, მაგრამ აი თითქოს რაღაცა ან ჩამოვა, ან ჩახვალთ რაღაც ეს მომენტის მდგომარეობაც თითქოს ისახება და თქვენ გამოდიხართ ყველანაირი იმედგაცრუებული ენერგიებიდან, რომელიც მანამდე გქონდათ. თქვენ ახალ ეტაპს იწყებთ და ეს ახალი ეტაპი კიდევ უფრო მეტ სიახლეებს და მეტ ემოციებს გპირდებათ, ხო? აი მართლა ქარცეცხლის ემოციებს, ოღონდ ეს ქარცეცხლის ემოციები არ არის ის მომენტი, რომ საქანელაზე როცა სხედან და წავიდა მოვიდა, არა, ეს არის მოვიდა და უფრო ახლოს და რაღაცა ენერგეტიკულად უფრო იჭრება, ხო, თქვენთან მიმართებაში, უფრო მეტად იცლება ემოციურად თქვენთან მიმართებაში. რა შემოდის? ხო, აი ნახეთ, შემოდის თქვენთან ის მომენტი, როდესაც თავრდება ყველანაირი ფიქრები წარსულთან მიმართებაში, ყველანაირი ეჭვები სიტუაციური მდგომარეობით, რომ თქვათ, შეიძლება გაქვთ იმისი ეჭვი, რომ იქნება სულაც არაფერი ისეთი არ უნდა ამ ადამიანს და უბრალოდ ეს რაღაცა ფლირტის დონეზე არის, ხო? არა, თქვენ აქ უკვე მიიღებთ იმ მდგომარეობას, რომ ეს ადამიანი თითქოს ხა ესე არ გეტყვით იმას, რომ ხვალზე ხელთ ვთხოვთქო, მაგრამ მიიღებთ იმ მდგომარეობას, რომ მიხვდებით, რომ ეს ადამიანი თავის სიტყვებში პასუხისმგებელი არის, რასაც შემოგთავაზებთ. პასუხისმგებელი არის, რასაც გეტყვით, ხო? ესე არ იქნება ის მომენტი, რომ დღეს გითხარით ხვალ, იმიტომ რომ ეს ადამიანი ძალიან ისეთი საკმაოდ მიზანსწრაფული ადამიანია, საკმაოდ ესეთი პრინციპული ადამიანია. ამ ადამიანს აქვს ის მომენტი, როდესაც როგორ გითხრათ, აი როდესაც თავის სიტყვას არ გადავა და მიზანს რასაც დაისახავს და სიტყვას რომელსაც სიტყვის აუცილებლად იმოქმედებს. თქვენ პირველ ვარიანტს გექნებათ აქტიური ცვლილებების პერიოდი თქვენს პირად ურთიერთობაში. აქტიური, აქ კიდევ ერთხელ გეტყვით, შესაძლებელია რომ ვიღაცასთვის ხელისთხოვნაც იყოს. რატომღაც ესე მოდის. მაგრამ არა ყველასთვის, ხო ხვდებით, საჯაროა გაშლა, ვისთან ეხა რა დონემდე არის მისული სიტუაცია. მაგრამ აქ აი რაღაცა
ფლირტიდან უცბად ოჯახი, აი რაღაც ეს მომენტიც არის. აი აქ სწრაფი განვითარება მოხდება ემოციების. აი თუ თქვენ დღეს გაიცანით ესე რომ ვთქვათ, ხო, პირობითად ესე სიტუაცია რომ დღეს გაიცანით ადამიანი გამარჯობა სადღაცა პურის რიგში თუ რა ვიცი მაღაზიაში რაღაცა სყიდულობდით, ხო? და გამოიარეთ და აღმოჩნდა რომ თქვენი მეზობელია და რაღაც გაისაუბრეთ, ხო? აი თითქოს ხვალ უკვე რაღაცა პაემანზე დაგპატიჟოთ, ხო? რაღაცა იგრძნობთ ამ ადამიანის რაღაც ყურადღებას და რაღაცნაირი ემოციების მოცემას თქვენთვის და იქ გაითვალისწინეთ რომ რასაც გეტყვით ეს ადამიანი აუცილებლად იმ სიტყვაზე იმოქმედებს, იმ სიტყვას დაალაგებს. და გაყვება, ესე ვთქვათ, ბოლომდე, თუ თქვენ რამე პრობლემას არ შექმნით, ხო? ხა თუ რაღაცა სასწაულები არ მოხდება, ეს ადამიანი ეცდება, რომ ამ სიტყვებს აუცილებლად ბოლომდე გაყვეს. აუცილებლად მიიღოს მიღებული გადაწყვეტილება მოიყვანოს სისრულეში. მოკლედ, აი ესეთი პირადი ენერგიები და ემოციები შემოდის პირველ ვარიანტთან. მოდით ახლა ვნახოთ მეორე ვარიანტი, ვინ გაირჩია ესეთი ლამაზი ყვავილი. რა ხდება ახლა თქვენს ურთიერთობაში? აქ აშკარად ვიღაცამ წარსული ურთიერთობა ჩაიფიქრა. აქ არის გაციება ურთიერთობის, აქ არის რაღაცა დასრულების დამაგვარი მდგომარეობა, ან უკვე დასრულებული, ან რაღაცა წყიბზე რო არის, ხო, დასრულების. აქ თითქოს ადამიანები დაიღალნენ უკვე ბრძოლით, დაიღალნენ ერთმანეთთან რაღაცა დამტკიცებით იმაზე, რომ ვინ ვინზე უკეთესია, ვინ ვინზე ძლიერია, ვინ ვისთვის უფრო მნიშვნელოვანია და რაღაცა ესეთი ემოციების მდგომარეობა. კარგით, ვნახოთ აბა თქვენთან რა შემოდის. თქვენთან რა შემოდის უახლოეს პერიოდში, რა შემოდის თქვენთან. აი თქვენთან რაც შეეხება, მოდით ესე გეტყვით, ამ ეტაპზე შემოვა ის მდგომარეობა, რომ თქვენი სულიერი მდგომარეობის სიტუაციას, როდესაც უბრალოდ რაღაცებს არ მოგწონთ და ვერ გრძნობთ თავს ისე კარგად და ბრაზობთ საკუთარ თავზე თუნდაც, ხო? აი ამ რაღაცა მომენტთან მიმართებაში თქვენ უბრალოდ ესე რომ ვთქვათ მიიღებთ, გადაამუშავებთ და სტაბილურობაში მოიყვანთ, ხო? აი რაღაცნაირად იტყვით, რომ არა, არსად არ მინდა გასვლა, არც ურთიერთობის აღდგენა მინდა, არც არაფერი სხვა ურთიერთობაში გადასვლა, ცოტა ხანი მაცადეთ, გავჩერდები, მე უნდა დავფიქრდეთ ჩემ მდგომარეობაში. აქ თქვენ ცოტა ესე ვთქვათ, საკუთარ წითელ ხაზებს გაავლებთ, ხო, რაღაცა მომენტში. აი თითქოს ცოტა ხანი ესე ჩანს, რომ თქვენთან შემოდის აი რაღაცა დაპაუზების მდგომარეობა, როდესაც ადამიანმა უბრალოდ უნდა გადახედოს და უბრალოდ უნდა გაანალიზოს ბევრი რამ, ხო? ხო, ანუ აქ თქვენთან შემოდის ის მომენტი, რომ უნდა განთავისუფლდეთ იმ მიჯაჭვულობებისაგან, იმ ტკივილებისაგან, იმ შიშებისაგან, რომელიც თქვათ გაქვთ, ხო, ამ ურთიერთობიდან გასვლის მდგომარეობის შემდეგ. აი ნახეთ, შეიძლება იმდენი ხანი იყავით ურთიერთობაში, ვიღაცები შეიძლება აქ 9 წელიც იყვნენ ურთიერთობაში და 10 წელიწადი, ხო? იმდენი ხანი იყავით ურთიერთობაში, რომ უკვე ეს ადამიანი თქვენთვის ვერ წარმოგიდგენიათ ამ ადამიანის გარეშე ცხოვრება, ხო? ვერ წარმოგიდგენიათ როგორ შეიძლება ყოველდღიური ურთიერთობა, ანუ ყოველდღიური ცხოვრება გააგრძელოთ ისე, რომ ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში არ იყოს, ხო? მაგრამ ნახეთ, აი აქ თქვენთან შემოდის ის მდგომარეობა, რომ აი ამ თქვენი შიშების დაძლევას ახერხებთ, ხო? აქ აშკარად თქვენ ჩაგერთოდ დაიწყებთ თქვენი თავის განვითარებას,
თქვენი თავის სულიერ აღზრდას, ესე რომ ვთქვათ, ну ხა ვიღაცამ შეიძლება ცოტა ხანი ეკლესიაში წავიდეს ხო, რაღაცა ლოცვები თქვას თავისი სულის გასახსნელად ხო, ვიღაცა ვთქვათ მიმართოს ეზოთერიულ კუთხეს და ვთქვათ წმენდები გააკეთებინოს, რომ განთავისუფლდეს ყველა დაბრკოლებისაგან და რაღაც წინ წავიდეს. აქ აშკარად თქვენ ცოტა ესეთი პირად ურთიერთობაში რა შემოდის, აქ უფრო შემოდის აი თქვენი პირადი ურთიერთობის, მოდით ესეთ ვიტყვი დასრულება, საბოლოო დასრულება, სადაც უბრალოდ ადამიანი არჩევს საკუთარ თავს და ძლევს თავის შიშებს, ხო, რაღაცა ძლევს თავის პრობლემებს, ხო? ნუ აქ თქვენ ძალიან დიდ გაცნობიერებაში მოდიხართ. აქ შეიძლება იცით რა მომენტი იყოს, რომ ხო, აქ შესაძლებელია რომ სამკუთხედი სიტუაცია იყო და მიხვდით რომ უნდა წახვიდეთ ამ სამკუთხედი ურთიერთობიდან, იმიტომ რომ არაფერი არ შეცვლილა გაცნობის დღიდან დღემდე და მიიღეთ უკვე ეს გადაწყვეტილება, რომ ეხლა როდემდე შეიძლება ვთქვათ რაღაცა ესე დამალული, დაფარული ურთიერთობის მდგომარეობა მქონდეს, ამიტომ მე უნდა დავიკეტო, დავძლეო ჩემი შიშები, შევეგუო და შევეჩვიო იმ მდგომარეობას, რაც რეალობა არის, რაც ну მინდა არ მინდა არის, ხო? და გამოვიყვანოთ ჩემი თავი, ხო? რაღაცა სულიერი სიმშვიდე ვიპოვო, სულიერი განთავისუფლება ვიპოვო, ხო? და წავიდე რაღაცა ჩემ გზაზე, რა შემოდის. აი, ნახეთ, აი ამ ყველაფრის შემდეგ უკვე თქვენ ცხოვრებაში მე ესე გეტყვით რომ შემოვანახეთ როგორც კი თქვენ განთავისუფლდებით ამ ენერგიებიდან, ჩახსნით ამ სიტუაციას სამკუთხედი ურთიერთობის სიტუაციას და აქ როგორც ჩანს, მიჩანს არის სამკუთხედი ურთიერთობა დაფარული ურთიერთობის მომენტები და თან ძალიან ბევრი რაღაც ისეთი არკანებია, ვთქვათ, რომელიც მაძლევს ამის უფლებას, რომ თქვა, რომ შესაძლებელია, რომ ვიღაცების აქ სამკუთხედის მდგომარეობას, ნახეთ, სამკუთხედის მდგომარეობას მარტო კიდევ ერთხელ დაგიზუსტებთ, რომ მე მარტო პარტნიორს და ქალს ან კაცს არ გულისხმობ. აქ არიან მშობლები, ბიძაშვილები, მამიდაშვილი, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ორი ადამიანის ურთიერთობაში ერევა, არის მესამე პირი. ამაზე შევთანხმდეთ და როცა ვამბობ, რომ სამკუთხედის სიტუაცია არის, თქვენ უკვე იცით, ვისთან დედა არის, ვისთან ბიძაშვილი არის, ვისთან დეიდა არის და ვიღაცასთან თქვათ კონკრეტულად არსებული პირადად მეუღლის მდგომარეობა, ხო? ასე რომ აქ არ აქვს მნიშვნელობა რომელი მესამე პირი ერევა, აი როგორც კი ამ ადამიანთან თქვენ დაასრულებთ ყველაფერს და მიიღებთ იმას როგორც არის და მიხვდებით რომ თქვენს დიდ რესურსს კარგავთ ტყუილად და დაფარული როდემდე უნდა იყოთ, თქვენ ცხოვრებაში მოდის გამარჯვება, თქვენ ცხოვრებაში მოდის ემოციები, თქვენ ცხოვრებაში მოდის ურთიერთობა, აქ ესე ვიტყვი, შესაძლებელია თქვენს ცხოვრებაში შემოვიდეს ადამიანი, რომელიც თქვენზე პატარა ასაკის იქნება, არ ვიცი ხო ვინ რა ასაკის ხართ, მაგრამ აშკარად თქვენზე ან პატარა ასაკის იქნება, ან მეორე მომენტი შესაძლებელია უბრალოდ თქვენ ამ ადამიანზე ცოტა უფრო მეტი სტატუსი გქონდეთ, ხო? ვთქვათ, ეს იყოს ჯერ დამწყების სტაჟიორი და თქვენ იყოთ რაღაცა კომპანიის უფროსი, ხო? ანუ თქვენთან არის რაღაც ესეთი სხვაობა, რომელიც გამოკვეთილად გამოჩნდება, ხო? აი მიხვდებით, რომ აუ ეს ის ადამიანი ყოფილა, კატომ რო თქვაო, გაიხსენებთ მაგ ყველაფერს. ასე რომ თქვენთან შემოვა ურთიერთობები მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ განთავისუფლდებით თქვენი იმ გაურკვეველი და მიჯაჭვული მდგომარეობიდან, რომელსაც ახლა იმყოფებით. ასე რომ თქვენ ცხოვრებაში შემოვა განთავისუფლება და შემდეგ უკვე პარტნიორი, ну რაღაცა ურთიერთობა, ემოციები და რაღაცა ახლის დასაწყისი. მაგათ ესეთი გამოვიდა მეორე ვარიანტი, გილოცავთ მშვენიერი გადაწყვეტილება და მშვენიერი მდგომარეობა არის, ესე რომ ვთქვათ. ეს იყო მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი, ვინც აირჩევს ძალიან საყვარელი სპილო. მიყვარს ეს სპილო. რა ხდება თქვენთან? თქვენთან რა ხდება?
პირველ რიგში ხდება ეს, რომ თქვენთან არის რაღაცა ცოტა ერთის მხრივ არის ის მომენტი, როდესაც ადამიანები არიან განთავისუფლებული ყველანაირი პასუხისმგებლობებისაგან და რაღაც უბრალოდ რაც ემოციებს მივყვეთ დღევანდელი დღით ვნახოთ ხო რა გამოვა როგორ გამოვა მეორეს მხრივ არის იცით როგორი მომენტი როდესაც და აქ უფრო მეორე მხარე მიჩანს როდესაც ადამიანებმა ყველაფერი დაასრულეს ყველაფერი დაკეცეს აი მეორე ვარიანტთან მიმართებაში თუ ეხლა გადის ამ ეტაპს მესამე ვარიანტის წარმომადგენლებო თქვენ უკვე ყველაფერი გაიარეთ გადაანალიზეთ გააჩერეთ დაასრულეთ და იწყებთ ახალ ემოციებს, ხო? საერთოდ არ მაინტერესებს საწავალ, საერთოდ არ მაინტერესებს რა იქნება, როგორ იქნება, უბრალოდ მე მინდა ვიყო ბედნიერი, მე მინდა ვიყო წარმატებული, მე მინდა ვიყო ურთიერთობაში სასურველი, იზრუნონ ჩემზე, ეცადონ რომ მომაწონონ თავი და რაღაცა ესეთი მომენტი ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში, ხო? ну ვიღაცებისთვის შეიძლება რაღაცა უბრალოდ სუბუქი ურთიერთობა, რაღაცა შეხვედრები, უბრალოდ ყავის დალევა, უბრალოდ კომუნიკაცია, უბრალოდ ყველანაირი ემოციების გარეშე, ხო? აი რაღაცა უცებ ყავა მოგვინდა, ანუ დაურეკეთ ერთმანეთს, მოდი შევხვდეთ ყავა დავლეთ, მაგრამ აქ ემოციები არ ისახება, ხვდებით? ანუ აქ არის უბრალოდ კომუნიკაციის მდგომარეობა შესაძლებელია. Აკეთ რა იქნება თქვენს ცხოვრებაში, რა შემოვა. ხო. აი ნახეთ მესამე ვარიანტს ესე ვიტყოდი, რომ რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში. აქ დაბრუნდება წარსული. წარსული, რომელიც დახურეთ, რომელიც დაკეცეთ, რომელიც დაასრულეთ, თითქოს აქ შემოვა. შემოვა იმისთვის, რომ განაახლოს ურთიერთობა, იმისთვის, რომ რაღაცა ახალი დაიწყოს ურთიერთობაში, იმისთვის, რომ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი თქვენი დაკარგვის მერე მიხვდა, რომ უნდა დაბრუნდეს, ხო? აქ აშკარად როგორი მომენტია, იცით, რომ აი მაგრამ მეორეს მხრივ არის ის მომენტიც, რომ როდესაც უკან მოვიტოვებთ რაღაცებს, ანუ რაღაც მდგომარეობებს, თუნდაც იმ რაღაც მარტო გამარჯობა გაგიმარჯოს და რაღაცა უკვე დავიწყებთ ახალ ეტაპს ურთიერთობის, ხო, რაღაცა ახალი ემოციებით ურთიერთობის, მაგრამ არა აქ წარსული ბრუნდება რატომღაც. არ ვიცი, ეს ენერგიები მომდის ახლა მე რომ აქ აშკარად თქვენ ხართ თუ არ ხართ ურთიერთობაში და ვინმეს ესაუბრებით თუ არ ესაუბრებით ყავით დასალევა თუ არა აქვს მნიშვნელობა სად ხართ წასულები და იწყებთ ახალ ცხოვრებას, აქ აშკარად წარსული ბრუნდება. აქ მოგიწევთ როგორი მომენტიც, აი თუნდაც რომ ახალ ურთიერთობას იცდილობდეთ, ხო, თითქოს ისე გამოანათებს ეს ადამიანი, რომ გაგიჩნდებათ ესეთი მომენტი, რომ ხო არ აღვადგინო ის ურთიერთობა. აქ რაღაცა წარსულის მდგომარეობა გიბრუნდებათ, რომელიც განახლებას გთხოვთ, რომელიც ეცდება რომ დაიბრუნოს თქვენთან ურთიერთობა, მაგრამ მოდით ესე გეტყვით, აქ ჩემო კარგებო, თუ თქვენ გინდათ რომ ბედნიერი იყოთ, ხო, და გინდათ რაღაცა სიახლეების მდგომარეობა თქვენს ცხოვრებაში, მე გეტყოდით რომ რაღაცა წარსული ნამდვილად არ უნდა დაბრუნდეთ, რომ აქ ნახეთ როგორი სიტუაცია არის. აქ დაბრუნდება წარსული, შესაძლებელია
მიიღოთ ეს წარსული თქვენ, მაგრამ და გქონდეთ იმის ილუზია, რომ აქ ადამიანმა რაღაცეები შეცვალა და რაღაცეები გამოასწორა და მას მოენატრეთ და ამიტომ ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ იცოდეთ, აქ ადამიანი რაღაცას იტყუება, აქ ადამიანისთვის რაღაცნაირად მნიშვნელოვანი იყო იმ შანსის გამოყენება თუ იმ რაღაცა, ნახეთ, ანკესის გადმოგდება, როდესაც თქვენ ისევ წამოეგებით ამაზე, ხო, ანუ სწორად გამიგეთ და ბოდიში დროისა ვამბობ, მაგრამ ნახეთ, მის манипуляციას რაღაცას წამოეგებით და თქვენი სიყვარული იმდენად გულწრფელი იყო და არის თუნდაც დღესდღეობით მიუხედავად იმისა, რომ ჩათვალეთ, რომ ყველაფერს ვასრულებ და დღევანდელი დღით სად წავალ არ ვიცი და უნდა გავყვეთ ცხოვრებას, აქ მისი გამოჩენა თქვენთვის რაღაც ისეთ ემოციას მოიტანს, რომ გექნებათ იმის შეგრძნება, რომ რაღაცა სტაბილურობაში ხوار შევიდეთ, მაგრამ იცოდეთ, რომ აქ შეიძლება შესწეთ, ანუ აქ ციკლური ურთიერთობის მდგომარეობა, როგორც ჩანს, არის. აქ თქვენ აქ როგორი მომენტია ესეთ, აი შანსები თითქოს არის ურთიერთობის, მაგრამ სულ თხენებს, ანუ მაგრამ როგორი მომენტია იცით, როგორც ჩანს ეს შანსი უკვე გაშვებულია ხელიდან. აი ესე ვიტყოდი რა. ეს შანსი თითქოს უკვე გაშვებული არის ხელიდან და აზრი აღარ აქვს ამ ურთიერთობის დაბრუნებას, ხო, ამ რაღაცა სიტუაციის დაბრუნებას და უკან წარსულში დაბრუნებას. ასე რომ მესამე ვარიანტთან მიმართებაში ესე გეტყვით შემოკარგებო თქვენთან წარსული ურთიერთობა ბრუნდება, სადაც შეიძლება რაღაც ნახეთ გამოწვევაც იყოს ეს ის მომენტი, როდესაც სამყარო გიგზავნით თუნდაც იმ წარსულ ადამიანს რაღაცა კონკრეტული დროით, რომ გადაგამოწმოს თქვენ რამდენად ხართ ახალი ურთიერთობისთვის მზად. ხვდებით? აი ნახეთ აქ თუ თქვენ რაღაც ახალ ურთიერთობას იწყებთ და უბრალოდ თუნდაც მარტო ყავისმით შემოიფარგლებით, ხო, სამყარო უყურებს ახლა ამ სიტუაციას, რომ ეს ადამიანი იქნება თუ სხვა ადამიანი რეალურად, რომელიც თქვენ ბედნიერებას მოგანიჭებთ, გამოგიგზავნოთ თუ არა, თქვენ თუ წარსულში გინდათ დაბრუნება და ეს წარსული მოვა რაღაცა თუნდაც დროებით იმისთვის, რომ ნახოს სამყარომ და შეამოწმოს, რამდენად ხართ მზად სიახლეების მიღებისთვის, აი აქ არ აცდეთ იმ გზას, რომლის წინსვლა, ანუ თქვენი წინსვლის გზას არ აცდეთ, ხო? აი აქ ეს რაღაცა ესეთი მომენტი არის მესამე ვარიანტად. მოკლედ თქვენს პირადში ბრუნდება თქვენივე გამოცდებისთვის, თქვენივე გაკვეთილებისთვის ადამიანი, რომელთანაც საერთოდ დასრულებული გაქვთ ურთიერთობა, ну განახლებისთვის, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ურთიერთობის განახლება საბოლოო ჯამში მაინც დარჩება იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაშიც იყავით, ხო, ისევ წავა. მერე ისევ დაბრუნდება, ხო, რაღაცა აქ ადამიანის ეგოს მომენტის მდგომარეობა შეიძლება იყოს, როდესაც მაგის არკანი რა თქმა უნდა, აქ არის ადამიანის ეგო, რომელიც რას ქვია, მე როცა მოვიდომებ, ესე გავაკეთებ და ის ჩემი გახდება, ისევ დამიბრუნდება რა, ნუ მე ჩემს გარეშე ის ვერ და შეიძლება აი რაღაცა ესეთი სიტყვებიც აქვს თქვენთვის ნათქვამი, რომ მე როცა მომინდება, მაშინ იქნები ჩემი. აი რაღაც ესეთი მომენტი მომივიდა, ანუ ხა ყველასთან არ იქნება ეს, მაგრამ რაღაცა ვიღაცისთვის რაღაცა ეს მომენტი არის ნათქვამი შეიძლება. აი ესეთი გამოვიდა მესამე ვარიანტთან მიმართებაში, პირადი ურთიერთობები. მე ბედნიერებას გისურვებ თითოეულ თქვენთაგანს, სიყვარულს, წარმატებას, კეთილდღეობას და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მინდობით, იმისთვის, რომ ჩემთან მოდიხართ დიაგნოსტიკაზე და იმისთვის, რომ უყურებთ ჩემს გაშლებს, ხო, ჩემს მიერ შემოთავაზებულ, ასე ვთქვათ, ნაშრომებს. ბედნიერება თითოეულ თქვენთაგანს დროებით.